გადავდივარ უკვე დღევანდელი დღის შეიძლება უკვე ასეც ითქვას მთავარ გმირთან ნიკა მელიასთან რომელმაც შეიძლება ითქვას რომ დაუმორჩილებლობის უპრეცედენტო აქტი აჩვენე დღეს ის რაც გააკეთე რომ უარი განაცხადე ისევ ამ გადახდაზე გირაოს გადახდაზე პირველ რიგში მოგესალმებით და გვიხარია რომ გხედავთ ამ სტუდიაში იმედია კიდევ მრავალჯერ გიხილავთ იგი აუცილებლად ეჭვმებარება რომ იქნები ხშირი სტუმარი თქვენი როგორც არ უნდა განვითარდეს, ნამდვილად ეჭვმეპარება, იმიტომ რომ მალო მოწვევის ძალიან მართალი ვარ, რა, ნეტა ცხოვრების ყველა ეტაპზე ესეთ მართალი ყოფილიყავი. ყოველთვის დუნიაზე, ბავშვობიდან მოყოლებული, ისე როგორც ვარ ახლა. აბსოლუტურად მართალი ხშირად არ არის ადამიანი რა, ვიღაცასთან ცოტა შეცდა ურთიერთობაში ან საქმის კეთების პროცესში შეცდომა დაუშვა ან პოლიტიკურ პროცესში ისე ვერ გააკეთა რამე რაც უნდა გაეკეთებინა და ჩაფიქრებული ქონდა და ნუ ახლა უნდა დილემის წინაშე დამაყენეს ან უნდა მებრძოლა და არ წასულიყავ ზნეობრივ კომპრომისზე ან თავი უნდა დამეხარა და ნუ ელოდი ამას ნიკა რომ ასე განვითარდებოდა აი ამ საქმესთან დაკავშირებით მაშინ როდესაც მართლაც გირაო ერთხელ უკვე გადახდილი გაქვს სამანჯურის გაგიკეთეს შენ დღეს ახსენე ბრიფინგზე რომ ერთადერთი ადამიანი ვარ რომ ვისაც აი ამდენი რამ სამანჯურის გაკეთება გირაოს გადახდა არ შეიძლება და საჯაროდ ასევე გამოსვლა ხო რამდენიმე რამ მე ბევრი მეგობარი მყავს იურისტი ბევრიც ნაცნობი და უბრალოდ არ მინახავს არც ძალიან ხშირად ამდენად იზევა შესაძლებლობა საუბრობთ აი 100%-ით არის ყველა დარწმუნებული რომ უპირობოდ მოვიგებ სტრასბურგში თუ მოხდება ეს საქმე უპირობოდ იმდენი სისულელი აქვს გაკეთებული რომ წარმოუდგენელია რომ ამ საქმე არ გაიმარჯვოს თუ იქამდე მისვლა დაგჭირდა რა და ყველაფერი იქით მიდის რომ მოხდება არ ველოდებოდი, ეკა, უკანაოდოთ არ ველოდებოდი, აღარც მახსოვდა ეს საქმე როგორც ასეთი, არ მახსოვდა უბრალოდ და ერთ დღეს დილით ადრე გაავრცელეს განცხადება და თქვენს თუ არ გადაიხდია გირაოს რა ბზიკმა უკვე გადახდილი მაქვს ვერ გეტყვით ამ განაპირობა არ ვიცი ხა ვითომ უკავშირდება ერთის მხრივ იმ წარმატებულ პროცესს რომელსაც ადგილი აქვს ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც მართლაც გავრისკეთ და დავიწყეთ განახლების პროცესი და ახალი გუნდი უკვე რეალურ საფრთხედ არის. კიდევ მეორე ტალღა იქნება განახლების ახლა და ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩაფიქრებული პირველი რაც იხილეთ ეხლა მეორე. როდის იქნება მეორე ტალღა? ნუ გეგმავთ რომ ერთი თვის თავზე იყოს კიდევ მეორე ტალღა განახლების არ ვიცი, იმიტომ რომ თუ კი მე ვიყავი დამნაშავე და ქართული ოცნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რო ვკითხოთ და დავარღვიე კანონი, მე ეს კანონი დავარღვიე დიდი ხნის წინ, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, როდესაც პირველად სიტყვით მიმართე საზოგადოებას არაერთი მიტინგიდან. მათ შორის რუსთაველის გზაზე. ამის უფლება არ მქონდა, მაგრამ მინდა თქვენი მაყურებლების ყურადღება მივიქციო და ერთი ძალიან მოკლედ ამბავი მოყვე რა. როდესაც მე აღარ დამაპატიმრეს 2019 წლის აგვისტოს თვეში და ეს ყველაფერი მოხდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით და ბოლო მომენტში გადაიფიქრა ქართულმა ოცნებამ ჩემი დაპატიმრება. ქონდათ ამაზე ინფორმაცია რომ დაპატიმრება არა, მე ვფიქრობ წინა დღით არ მიზანსცენამ გადააფიქრა მარტო როდესაც იჯექება. მე ამას უკავშირდებდი და ვიცოდი რომ ნამდვილად ვაპატიმრებდნენ ახლა რა თქმა უნდა ამას ახლა ბავშვი წყვებოდა რასაც აკეთებდნენ ხო? მე დამსვეს სახში. გადაწყვეტილება მოკლედ გამოვიდა მოსამართლე განჩინება ჩემს ადვოკატს მისცა და წავიკითხეთ. იქ ეწერა რომ მოკლედ მელია შენ დაждე სახში დავჯექი სახში 5 თვე არ გამოსულა სახლიდან. პასპორტი და პირადობის ფოთობა ჩავაბარე, პროკურატურაში მივედი, სამსახში დავждებოდი და ჩავაბარე. 30000 ლარი გირაო გადავიხადე. მოვედი სახში ვიჯექი. რაღაც პერიოდი აღარ მახსოვს, გონი 1 თვე გავიდა და მოულოდნელად დამიძახეს სასამართლოში კვლავ. და იქ უკვე დამავალდებულესო სამაჯური დამატებითი სასჯელის სახით შეებათ ჩემთვის. ისიც შევიბი. ისამაჯური, თუმცა ამისი აუცილებლობა არ არსებობდა და პრეცედენტიც კი არ არსებობდა, როდესაც
აფხეთი ღონისძიების სახეობა გირაოს პარალელურად გიმატებენ. ვინმე სედო სამაჯური ხელზე ფეხზე მიკეთებდნენ ფეხზე არ გავიკეთე ხელზე გამიკეთეს ხო მაგრამ ესეც კი გავიკეთე მაშინ ნამდვილად მიუხედავად იმისა რომ არ უნდა გამეკეთებია მაგრამ გავიკეთე აი ეგ არის ის რასაც ნანობ მაშინ დარწმუნდა იმიტომ უბრალოდ ეს არის ერთი პრეცედენტი უნიკალური შემთხვევა მეორე გირაოს გადახდევინების ვალდებულება ესეც უბრალოდ აბსურდია სამართლებრივი ეგ მაინტერესებს ეს ეხლა გამოაწყვეს უცებ ეს 30000 ლარი აი ხა გეტყვით და მესამე ანუ მიტინგზე სიტყვით არ გამოხვიდე ესეც პირველი შემთხვევა არის იმიტომ რომ მოვიკითხეთ გიორგი კონდახიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახლობლები ანუ დაინტერესდნენ ასაკით არ არსებობს პრეცედენტი მოკლედ მე რო ეს 1 ნოემბერს მოვიხსენე ეს სამაჯური თუ დასაჭერი ვიყავი უნდა დავეჭირე ხო მაგრამ რა გააკეთე პროკურატურა წავიდა სასამართლოში და თქვა თვითონვე მიმართა შუამდგომლობით რომ მელიას რო სამაჯური წელიწადნახევრის განმავლობაში ეკეთავა აღმოჩნდა არაეფექტური შემაკავებელი ღონისძიებაო ვერ დააკავეს ეს სამაჯური დამიჭერს შუამდგომლობით შევიდა დიახ შუამდგომლობით შევიდა მოითხოვეს გაუქმება არ ხუნო გაუქმება შესაბამისად ის ძველი გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი სადაც მეგზალებოდა სიტყვით გამოსვლა თუმცა გამოდიოდი დასაჭერი ვიყავი მაშინ დასაჭერი ვიყავი და ის სამაჯური მოხსნეს და პასპორტის დამიბრუნეს და პირადობის მოწმობა ანუ აი ვიღაცას რო ეგონა რომ მელიას იჭერენ იმიტომ რომ სამაჯური ანუ ეს სამართლის საპირისპიროდ მოიქნენ მივიდნენ და გამიუქმეს ეს ყველაფერი რატომ იცით მათ ჩემზე კარგად იცოდნენ რომ ეს სამაჯური არანაირი შემაკავებელი ფაქტორი კი არა უბრალოდ უსამართლო საჯარო სამაჯური იყო რომელიც რეალურად ელექტრონულ მონიტორინგსაც ვერ ახორციელებდა ანუ GPS სისტემაზე არ იყო დაკავშირებული ვერ აკონტროლებდა მელია საგუმრამოში იყო ზუგდიდში იყო თუ თბილისში არ ქონიათ იმ დროისთვის ასეთი სამაჯური შემოტანილი ფუტლარი იყო რა არ ვიცი ეხა აი ბებიაჩემი წონებული ვენერა ჩაჩებაიას მძივი რომ გამეკეთებია და რომ ეთქვა და ეს უნდა გეკეთოს ესე მეკეთა ეს სამაჯური მართა გეუბნები ვერ კონტროლდებოდა ახლა ხანს შემოიტანეს ასეთი სამაჯურები და გამოიყენება მოძალადე მეუღლეების ხელებზე რა რომ არ მიუახლოვდნენ ამ შემაკავებელი ორდერი რო აღარ მუშაობს მეუღლეებს ანუ ცოლებს არ მიუკავშირ ეხლა რამდენიმე თვე შემოიტანეს არ ქონიათ მაშინ გამიგეთ აი რას უკავშირებ და არ ვიცი როგორ ვკითხა და ეხლა როდემდე დამორჩილებული ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართული იმიტომ რომ ნახე ნიკა მელია გახდა პარტიის თავმჯდომარე არჩევნებში რომელიც ჰქონდათ პარტიაში გაიმარჯვა ნიკა მელია მართლაც შენ ახსენე განახლება პარტიის ოპოზიციურ ფლანგზეც არის ცვლილებები ხო არც თუ ისე თიუმნიშნელო პრინციპში რა და არჩევნები როგორც დასრულდა ყველა ვიცით და აი ამ დროს ნაციონალური მოძრაობა დგას ისევ მედგრად განახლებას ორ რაღაცას უკავშირებს შეიმჩნევა ყველაფერი ან დასხდნენ და მოიფიქრეს ის რაც მოიფიქრეს და რას ისახავს ეს მიზანი საფრთხე დაინახეს ნიკაში ან უბრალოდ არ უფიქრიათ ღრმად აი უბრალოდ არ უფიქრიათ და რას აკეთებდნენ თავად არ იცოდნენ ვერ ან ერთი ან მეორე იმიტომ რომ ხო იცოდნენ რომ ახლა მე 2 ნოემბერს თქვი და ჩემ ადვოკატოს გააკეთა განცხადება რომ ამ გირაოს არ გადავიხდით გირაოს გადახდევინების დავალდებულება წარმოუდგენელია თანაც ახლა ნახეთ რა ამ ხელისუფლების გადმოსახედიდან და თვალსაჩინარიდან ესენი მოსახლეობას ყოფენ ორ კატეგორიად მათ მხარდაჭერებად და პოტენციურ ბრალდებულებად და ერთ-ერთი ბრალდებულთაგანი ვარ მე ერთ-ერთი ვარ რა მე რა ხდება ხო ვაკვირდებით პრაქტიკაში ამა თუ იმ პირის დაკავება არ დაკავებით ვაჭრობენ და ამით მე იხანგრძლივებენ საკუთარ ხელისუფლებაში ყოფნის ვადას და ნუ რაღაცას ხო აქვს ლიმიტი და ანუ ამომეწურა რა ეს ლიმიტი ხალხ ძვირფასო მეგობრებო არც ერთ სიტყვას არ ვაჭარბებ და არ გაკადრებთ ტყუილს უბრალოდ ის სამაჯური რომელიც ხელზე მეკიდა ბცხენია ამას ვამბობ არაფერი დატვირთვა იმ სამაჯურს არ ქონდა აი ხა ეს საათი რომ ამისგან ხო შეიძლება რატომ ჩემია ეს საათი ხო მოვიდა აი ამის გამო რომ გამომეკიდო დაახლოებით იგივესთან გვაქვს ახლა საქმე და ნუ აღარ შემაქვს დამატებითი თანხა იმ სადეპოზიტო ანგარიზე და ის ერთადერთი რაღაცა პროპაგანდისტული
მესიჯი რომელიც აქვს რომ მელია არ იხდის და კანონი ყოველთვის კანონია ჯეთის კანონი ყოველთვის კანონი არ არის რაღაც კოდი ამაზე ხო იყო განცხადებები გაკეთებული მდინარაძემაც გააკეთა ჯეთის კანონი რომ ყოველთვის კანონი არ არის ნათელი ილუსტრაცია თვითონ თავად ეს ხალხია ვინც ხელისუფლებაშია რასაც უნდა იმას აკეთებენ ვისაც უნდა იმას იჭერენ ვისაც უნდა იმას არ იჭერენ ხო ამიტომ გირაოს არ იხდის მელია ეს თავში არასწორია გადახდილი მაქვს მე თუ როგორ აღვხსნა გადახდილი მაქვს დამატებით აღარ ვიხდი და აღარც გადავიხდი იმიტომ რომ რა გარანტია მაქვს ერთ თვეში კიდევ რა ქვია ამას ნიკა აი რა ქვია ამას როდესაც გადახდილი გაგირაო სამაჯურიც გეკეთა რა ქვია ამას რაღაც პოლიტიკური რეკეტი თუ აი რა ქვია თქვა რომ შეცდომის დაშვება არ არის ტრაგედია რა შეცდომა შეიძლება თქვენს დაუშვათ მეც დაუშვავ და ნებისმიერ მაგრამ აი შეცდომაში გაჯიუტება ნამდვილად არის ტრაგედია შეცდომაში გაჯიუტდნენ უნდათ რომ გაგტეხონ ანუ ფსიქოლოგიურად ხა მე სხვა არ ვიცოდი ხა მეც ადამიანი ვარ ორი ხელი მაქვს ორი ფეხი მაქვს ცხვირი თვა არა მაგრამ ხო ნუ შეიძლება გამტყდარი იყავ მე არ ვიცოდი მე იმის პირის ანუ დაჭერის პირისპირ არასოდეს არ მდგავართ ჩემ სანამ პოლიტიკაში არ ჩავერთვებოდი მე ხა პოლიციის განყოფილებაშიც ბავშვობაში არ მახსოვს რა მე ხო ნუ ერთხელ უმნიშვნელო საკითხზე ვიყავი მოხვედრილი სადაც კობულეთში თორე არ ბავშვობა ნუ რაღაცა უბრალოდ ხო ნახევარი საათით ხო არ ხონია გამოცდილება საერთოდ პოლიციასთან და პროკურატურასთან ურთიერთობის და ხა როდესაც გეუბნები ხა დაგიჭე მე შეიძლება გამტყდარი იყავ მე არ ვიცი მე არ ხონია ეს გამოცდილება აღმოაჩინე საკუთარი თავი რომ ნუ ეს არ არის ჩემთვის ის რა რითიც შეიძლება მე გამტეხონ რა და ამაზე თქო გონია თუ გამტეხავენ და აქ უშვები და უშვები შეწყობა არ გეშინია დაჭერი უბრალოდ რა ის სხვა ვალდებულება მაქვს უკვე ჩემ თავს არ ვეკუთვნი და ნამდვილად მე არ შემიძლია ერთი მხრივ უკა ეკა ერთი მხრივ ვებძოლო უსამართლობას ის მჯერა რომ ვებძვი და სახეზე არის მთელი წყება და კასკადი usამართლო აუცი აქტებისა რასაც ისინი შეადიან და მეორე მხრივ თავად პირადად მე ვემორჩილებოდი usამართლობას 20 ივნისზე მელაპარაკებიან 20 ივნისზე რა გააკეთეს თავად საერთოდ არ ვიყავ ქალაქში არ ვიყავ 20 ივნისს ქალაქიდან გასული ვიყავ უბრალოდ ეხლა დაინგრა ქვეყანა ჩამოვედი შევედი პარლამენტის სამართალ დარბაზში დავინახე იქ მждომა გავაკეთე განცხადება გადადგეს კობახიძე და სანამ არ გადადგება ვიქნები საპარლამენტო სტომათა დარბაზში. შეგნით ვიჯექი, გასვლასაც არ ვაპირებდი. ბატონი რომან გოცივიძე, სალომე სამონდაშვილი, თიკა ბოկოჩაევას გამომაგდეს სტომათა დარბაზიდან, იმიტომ რომ დავინახე თამარ ბაღაშვილი ოპერატორთან როგორ გააგდეს, ჟურნალისტი აკრედიტირებული და მეც გამდა ასე მოხდი გარეთ, ხო? ამიტომ ეხლა ამას თუ თავი დავარ, ესა ტექნიკური დეტალები, პერიპეტიებს აღწერ უბრალოდ. ძალიან დიდი რამ დაატყვა 20 ივნისს 2019 წლის ქვეყანას. როდესაც ბატონი გავრილოვი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად და აგრესიული მტრულად განწყობილი სახელმწიფო წარმომადგენელი ძალიან დიდი ზარზეიმით მიიღეს საქართველოს პარლამენტში და აღშფოთდა ხალხი, ხო? ეხლა თუ ჭუა რო ქონდეს ხელისუფლებას პირდაპირ გეუბნებით, ამ საქმეს საერთოდ დახურავდა დღის წესრიგიდან მოხსნიდა 20 ივნისთან დაკავშირებულ საკითხს, საერთოდ გააქრონდა დღის წესრიგიდან, მით უმეტეს, როდესაც უამრავი მაგალითად სახალხო დამცველის ანგარიში არსებობს და რეკომენდაციებია, თუ რამდენი ადამიანი უნდა იყოს მისი აზრით, ასე თქვა, როგორც მინიმუმ გამოკითხული ხა ხო რეალურად ნადირობა ნიკოლაძის ქუჩამდე ზდიეს ანუ ვერაზე ნიკოლაძის ქუჩამდე ზდიეს ხალხს ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გვაქვს ნადა მე რა მაინტერესებს ნიკა რომ გაწყვეტინებ მაგრამ რა მაინტერესებს ჯერ ერთი პრინციპში ეხლა მართლა გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი თვითონ ქართულმა ოცნებამ ну გასაგებია რომ მათ უნდა ძალის დემონსტრირება თავის მხარდამჭერებთანაც ამის დემონსტრირება რომ აი ჩვენ რო გადაწყვეტილებას ვიღებთ ამას ვასრულებთ და იფარებიან კანონს თუმცა როგორც აღნიშნე კანონი ყველასთვის არ კანონობს და ამის უამრავი მაგალითია ამ ქვეყანაში მეორეს მხრივ აი ეხლა როდესაც ამ ესე ვთქვათ რუსულ რულეტკას თამაში შემოვიდნენ ხო რეალურად რომ დაგაპატიმრონ და რომ დაგიჭირონ და მოგისაჯონ სასჯელი ხო ასევე ძალიან დაზარალდებიან იმიტომ რომ აქამდე თუ რაღაცა თავს იმართლებდნენ რომ აი რაღაცა იქ გიორგი რურუას წინააღმდეგ ბინძური კამპანია აგორეს იქ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არის იქ რაღაცა ყველა რაღაცა ცდილობენ რომ ამას არ დაერქვას პოლიტიკური
საჯერი და პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურო. ეხლა შენთან მიმართებაში ხო თუ მაინც განხორციელდა მე არ ურჩევდი და ეს მაშინ თქვი როდესაც რეკლამას წერდით მაგრამ არ ურჩევდი ნამდვილად ამის გაკეთებას ჯობია ეს იზარალონ მაგრამ კიდევ უფრო დიდი ზარალის წინაშე დადგები როგორ ფიქრობ როგორ განვითარდება პროცესები შენი დაკავების შემთხვევაში რას გამოიწვევს ეს აი ამ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში და ამ ძიმე პოლიტიკურ პროცესში თუ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი ამას ეს ნიშნავს რომ უამრავი ადამიანის ასეულ ათასობით ადამიანის კიდევ უფრო მეტ გაბრაზებას გამოიწვევს საერთაშორისო პარტნიორების მართლა გაოცებას გამოიწვევს და გაოგნებას და გამწარებას მე დარწმუნებული ვარ ვიცი მათი დამოკიდებულება როგორი იქნება შენ როგორ ფიქრობ როგორ განვითარდება ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ეხა არ მინდა რომ აქცენტი პრაგმატულად გადავიტანო იმაზე რაც ემოციურია ქართული ხალხის მაგრამ ნუ ეს იყო მთელი ამბავი სამწუხარო 20 ივნისს ეხლა მე კი არ დამიჭერენ და გამასამართლებენ ანუ 20 ივნისის გაპროტესტების იდეას გაასამართლებენ და ეხლა წინასწარ პატიმრობაში მიშვებენ თავიანთი ჭკუით იმ საქმეზე რომელიც აი აუცილებლად გამარჯვებით დაგვირგვინდება სტრასბურგში. გამორიცხოთ, ტკიცებულება არ არსებობს. ანუ რისთვის მიჭერენ, ანუ საერთოდ ბრალიზმს წამიყენეს. ანუ ირაკლი ოქროშვილი რისთვის ყავდათ ციხეში, ხო? წარმოიდგინე, გამორიცხული ამბავი არის, არა? ეხა ირაკლის გაუბედეს მაშინ, მე ვერ გამიბედეს, იმიტომ გონია რომ მიზანსცენამ გადამარჩინა მაშინ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ეხა როცა ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარეს, ახალ თავმჯდომარეს, რომელსაც ვერც მოედავები, რომც ვიყო რა, კი არ მეთაკილება, ვერც წარსულ ცოდვებზე ვერაფერს ვერ წამოაძახებ. ანუ წინა ხელისუფლების ვერც აწყოსი, ანუ ხო, ესეც რომც იყოს, ეხლა თუ სამართალი, რამშობა წარსულში რამა გაკეთებული და აწყოსში რამა, ხო? მაგრამ ნუ ძალიან ძიმე შეცდომას დაუშვებენ. იმიტომ წინასწარ პატარა გავრბი ვარ სადმე? თუ რა? საზღვარს ვერ დავტოვებ ამოთი ნებავთვის გარეშე. ნიკა, შენი აზრით ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება? ნახევარი, როგორც მინიმუმ, გავრილოვის საქმე ვერ დასრულდება. წელიწად ნახევარი. დაახლოებით თვალწოდები 300 მოწმეა დასაკითხი. წარმოვიდგინეთ ეხლა რომ ციხიდან უნდა ვიარო, ეხლა სასამართლო პროცესზე გავრილოვის საქმეზე დაკავშირებით და ამბობ გონიათ რომ ან საერთაშორისო საზოგადოება ან მარტო ჩალით კი არა დაფარული, ანუ რისთვის მიჭერ, აი რისთვის. უბრალოდ რომ არ გეუბნები, ვეუბნები რომ არ ვიქნები შენი მონა. მორჩა გათავდა ამისთვის მიჭერ, მეუბნები არ უნდა იყო მონა. მეუბნები არა, იმიტომ რომ ბავშვი მეზდება და მე რო წამოიზდება და რაღაცეებს რო გადახედავს, არ მინდა რომ დარჩეს განცდა რომ მამამისთან რაღაცა დათმო და შეეშინდა. არ მინდა, ნუ მართლა ეხლა. რა მოყვება ამ ძალიან დიდ შეცდომას? ძალიან დიდ შეცდომას მოყვება ის რომ ვერ დამიჭერენ რა. და თუ დამიჭერენ, მაინც ვერ დამიჭერენ. არა, ვერ დამიჭერენ რას ნიშნავს? აი თუ დადგა ეს საკითხი, ვერ დამიჭერენ, ანუ თუ დადგა ეს საკითხი, ნუ ნახოთ რა. ფიქრობ, რამდენიმე ვარიანტზე ვფიქრობ, არ დაგიმალავთ. ეს ის საქმეა, სადაც უდიდესი მორალური უპირატესობა აქვს სწორხარეს დგომს საზოგადოებას. აი, აფშუაში არ არის ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, გირჩი, ჟურნალისტი, პროკურორი, ანუ კეთის ინდისცე პროკურორის გულისხმობა, რაღაცა თერაპევტი. ან მართლა საღად და ობიექტურად აფასებ რა ხდება და რა მოხდა 20 ივნისს. ან უბრალოდ ხარ აი ეს ადამიანი, კავალძეები, ჯერ ერთიც აი ხო გამოდიოდნენ, იმდენად ალღოავს მე მგონი ატროფირებული საერთოდ თლიანად თუ ყველას იქ ვინც არის პოლიტიკური რომ გამოდიოდა ეს დღეები მაინც გადაიხდისო სან ნაცი და ჯერ დაშუაში მაინც გადაიხდიან ნუ გამორიცხულია რომ გადაიხდიან ამას არ გადავიხადე ხო ესე იგი ნაციონალურ მოძრაობაშიო იმას ფსიქიური პრობლემები აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები ფსიქოლოგიური სხვა რაღაც უნდა ეთქვა ფსიქიკური უნდა ეთქვა ალბათ ფსიქოლოგიური პრობლემებია ბატონმა ყავლაშვილმა თქვა ანუ ამათი message box-ი ცოტა ვიხალისოთ ხო შეიძლება ესე იგი რა გამოვიდა დღეს უკვე მთელი 3 დღე ქონდათ პროპაგანდა აწყობილი რომ მელია გადაიხდის გირაოს იმიტომ რომ არ არიან ესენი მამაცები ვაშკაცები ნაცი და ვაშკაცი გადაიხდის აგენახათ თუ არ გადაიხდის და მართლა დავიშვი ესენი აუცილებლად ჩემს ნაცვლად ვიღაცას შეატანიებენ თუ იმიტომ ავტეხე ეს ამბავი რომ ავტეხე კაი ხო არ გადავიხეთ ხო დარწმუნდნენ ესე იგი რა გამოვედით ბატონი კალაძისა და არ ვიცი სხვების
ლოგიკის მიხედვით ესე იგი რა ხალხი ვარ ნიკა როგორ ფიქრობ ვისი დაყვეთა იყო ეს ვისი ძალიან გადაწყვეტილება დაბალი იყო კლასია საერთოდ ჩვეულებრივი შპანა გვერდზვის ხახნო არაფერი საერთო არა აქვს პოლიტიკასთან ძალიან დაბალი დონეა და პოლიტიკის კეთება რა არის უბრალოდ ჩაიგდეს მარტო სადავეები და წარმოვიდგინეთ ეხლა რა ხალხი ხალბატონი ელისო ბოლქვაძე იქ ბატონი დინარაძე აი ეს 4-5 ადამიანი მართავენ ამ ქვეყანას და ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანას გვინდა სად ნატოში ინტეგრირება და ევროსტრუქტურებში ჩემზე ადჯერ უკეთ იცის ბუკა პეტრიაშვილმა რა არის საჭირო რომ იმისათვის რომ იმ ოჯახის წევრი გახდეთ რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს მაღალ სტანდარტზე დემოკრატია უნდა იყოს შესაბამის სტანდარტზე და მთელი რიგი რეფორმებია გასატარებელი გადაწყვეტილება იყო აი როგორ ფიქრობ იყო ჩარეული ამაში ბიძინა ივანიშვილი თუ ეს იყო პროკურატურის გადაწყვეტილება თუ ქართული ოცნების აი ახალი მენეჯმენტის და ლიდერშიპის გადაწყვეტილება გავცემ პასუხს აი ყველაზე ძიმე შეცდომა დანაშაული რასაც ახლა ქართული ოცნებაში ჩადის არის ის რომ დღეს ვთქვი შანსს გვიკარგავს განვითარების სახელმწიფოს ევროპის ძალიან დიდი ოჯახისკენ მიმავალ გზაზე შანსს გვიკარგავს გესმით ის კი არა რომ მელიას დაიჭერენ და არ დაიჭერენ გამორიცხული არის ჯერ მთელი უბედურებაც იმაშია რომ ნდობა არ არსებობს სასამართლო სისტემის მიმართ როგორი არსებობს ეხლა გვითხრეს რომ ბულუსიძე იქნება კიდე მომდენო 20 წელიწადი და ეს შეუწყობს ხელს ნახეთ ნიკა მელიამ არ გადაიხადა გირაო მაშინ ვიღაცას ვისაც შეფარდებულია გირაო პრეცედენტი ხო შეიძლება დაიჭრას რომ არ გადაიხადოს მაგალითი რო აქვს მამაჩემი ანზორ მელია საზოგადოების დიდი ნაწილი იცავს როგორც ექიმს და ექიმია ხო მართლაც კანონმორჩილი მოქალაქეა. ფონედოსკოპი უჭირავს 20 საათის განმავლობაში ხელში და ემსახურება ქართველი ხალხის ჯანმრთელობას, არა? ხვალ რომ მამაჩემს ბრალი წაუყენო შეთითხნილი რაღაცა გამოგონილი სისხლისამართლე საქმე აღძრა მის წინააღმდეგ, ხო? და დააკისრონ გირაოს გადახდა და არ გადაიხადოს, ნუ გაგიჟდება კაცი რა შუაში რატომ მიჭერთო, ხო? გამოვა მდინარაძე და იტყვის რომ ანზორ მელია გირაოს არ იხდის გასაგება რატომ აკისრებ იმ გირაოს ის არის ხო თავარი ხო ხო შეიძლება ეგ ყველამ თქვას ნიკა მაშინ როდესაც თუნდაც სამართლიანად არის საფუძველია ხო და აგრესიული ტვინდისთვის გვაქვს იურისტის ვიყავს სასამართლო რო არ არის ეს არის მადლობა ღმერთს ტელეეთერებში გვეძება ამ შესაძლებლობა რომ ავხსნათ საფუძველი არ არსებობს მტკიცებულება არ არსებობს რა სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობდი რის სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობდი რა დანაშაულებრივ ორგანიზებული ჯგუფების შევქმნით 20 იმნის ვინც იყო ეხა ბატონო იმ კითხვაზე მიფასე მე მოვიყავე თუ ნებისმიერ სხვა ოპოზიციურმა ლიდერმა თავისით მოვიდა ის ხალხი მე თვითონ არ ვიყავი თბილისში 5 საათში როგორ ფიქრობ ვისი გადაწყვეტილება იყო კიდევ ერთხელ შენთვის ამ გირაოს თემა ვინ მოიფიქრა არის ეს ამ ეტაპზე უკვე საქმის გული ჩართული ყავთ მათი ლიდერი ბატონი ივან ამ ეტაპზე არის ჩართული გითხარით თავში ან უბრალოდ ქარაფშუტულად რაღაცა იმედონ რაღაცა დაუშვეს ვარაუდი ქონდათ რომ ამ განცხადებას გავავრცელებ არ უფიქრიათ ამას რა მოყვებოდა ან ხო რაღაცა დაგეგმეს აუკიდე სახცეცხლი მოკლედ რო დარჩენ აუკიდე სახი და დარბის ხო ეხა მოკლედ ჩასაკრობა ეხა ჩართული ყავთ ივანიშვილი ასე გამორიცხული არის ეხა რო არ იყოს ჩართული მის გარეშე იმიტომ რომ ნუ ეხა სერიოზული პრობლემა შეუქმნეს საკუთარ თავს ნიკა მელიას დაჭერა არ დაჭერაზე აქ არ არის საკითხი ასე არ დგას მით უმეტეს იციან რომ ამ საქმეში გამმართლდები ხვალდაზე და მარტო გამართებაზე კი არ არის ისინი გამტუნდებიან გამორიცხულია აზორ ჩუბინიძე იქ რო იდგა რობოკოპების შორს და სამიზნეს რო უსახავდა იმ რობოკოპებს ვისთვის ესულა სნაიპერებს ბატონი აზორ ჩუბინიძე დაკითხვაზე აუცილებლად მოვა აუცილებლად მოვიდა პასუხს აგებს ბატონი გახარიას რო გამოვიდა დღეს და სასაცილო თვალები უნამუსობის წვერვალია ხახნო უმაუსობის წვერვალია რომ არა ეს ხალხი არაფერს არც იზამდნენ და კობახიძეც კი დღესაც პარლამენტის თავმჯდომარე იქნებოდა რაღა დააკრა ხა რეალურად პარტიის თავმჯდომარედ გახადეს ადამიანი რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ხალხმა აიძულა ბიძინა ივანიშვილი რომ პირობა პროპორციული არჩევნების დაედო და მე ამაში გადაგვაგდო კიდევ ერთხელ და ვამატის შეთანხმებაში საერთოდ რო შემდგარიყო ვამატის შეთანხმება ეს ამბავი არც მოხდებოდა იმიტომ დევნე უნდა შეეწყვიტათ როგორც ჩემს წინააღმდეგ ასევე გარეთ უნდა ყოფილიყო გიორგი რურუა რისთვის ყავთ გიორგი რურუა ციხეში ვიღაცას რო არ მოწონდა მისი წარსული კი ბატონო მეტამორფოზა განიცადა ამ ადამიანმა წარმოუდგენია მაგრამ კანონი რისთვის არის კანონი იგაც 2 წლის მე პროფესორი ვიყავი თუ
პიანისტი ვიყავი, რა მნიშვნელობა დღეს მე შენ რაზე მედავები, რაც არ ჩამიდენი, იმიტომ რომ ადამიანი გამოკეტილი. გედავება იმაზე, რომ ეგ არ არის რეალური ლიდერიო, რეალური ლიდერი არისო მიხეილ სააკაშვილი. პოლიტიკური სარჩული, მანდაც ჩანს რეალურად, როგორც დამნაშავეს პოტენციალს კი არ მესაუბრებიან, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს პროკურატურა კი არ ატარებს ბრიფინგს ატარებს ქართული ოცნება და ტკივად იციან, ეხლა ჩემი შესაძლებლობებიც იციან, ჩემი წარსულიც იციან, ჩემი ასე ვთქვათ გეგმაც იციან და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება დამარცხდება ფართო ოპოზიციური მოძრაობით, სადაც ნაციონალურ მოძრაობა ახალი ენერგიით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. აი ხა თქვენ ხართ. რა წინაპირობა ამაგის ნიკა, რომ დამარცხდება ქართული ოცნება და ადამიანები არჩევნები იქნება. რა არაფერი რა, უბრალოდ ნერვების ომია. მადლობა ღმერთს ეს ნერვები წყობაში აღმომაჩნდა. თუ შეიძლება ვერ გამეძლო კიდევ ერთხელ ბატონო. ერთი რაღაცა მაინტერესებს რა. ხომ არ არის ეს აი ესეთი კუთხით შევხედოთ. აი ნიკა მელია სამაჯური მოიხსნა ზადარი გირაო არ გადაიხადა შინაგანად ფსიქოლოგიურად მზად ხარ რომ ციხეშიც წახვიდე ხო ამ დროს ბევრჯერ გაჩენილა შეკითხვა სხვათა შორის აი მიხეილ სააკაშვილი ახსენა მამუკამ დინარაძე მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოდის საქართველოში ეს რაღაცა გარკვეულწილად ხომ არ შეუწყობს უფრო მეტად შენს პოლიტიკურ კარიერას რომ ამ თამამი ნაბიჯებით პოლიტიკურ ძალაშიც საზოგადოებაშიც უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვა ამ საზოგადოების მხრიდან იმიტომ რომ ხალხს უყვარს თავგანწირვა თავდადება მებრძოლი ხალხი არის მე რო ხალხის ხარ შეგიწყო ძალა ნებსი თუ უნებლიეთ ქართულმა ოცნებამ ხალხის ხარდაჭერას რო ვერ გუზნობდე ეხლა 7 წელიწადი ამ ბრძოლაში მithkons ვერ გავძლევდი ვერ უთულესი პერიოდი გამოვლილი გვაქვს მეგობრებთან ერთად და ასე შეიძლება მიხეილ სააკაშვილი მithkon არაფერი ახალი არ მინდა ხო თქვა დიახ წარმოვიდგინეთ ხა მიხეილ სააკაშვილი ასე მჯერამე სანამ ეს ხელისუფლება მართვის ადავეებთან არის ყველაფერს რო კადრულობს აი გირაოს გადახტევინების გაყალბებაც რო უნდოდა თან ვითომ ერთის ხელით გიჭერს ამის თავი არ აქვს თან უნდოდა გირაოს გადახტა რომ მე ეთქო რომ აი მელია ასე შედა ეს ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსველი და მიხეილ სააკაშვილი არც ერთ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში ქვეყანაში აქ არც უნდა ეცადოს ჩამოვიდეს სანამ ეს ადამიანები არიან პროკურატურაში არიან ძალოვან სტრუქტურებში იმიტომ რომ მარტივად პროვოკაციას მოაწყობენ და მე ეცდებიან რომ თავის ბინძური პროპაგანდისტული მანქანა ამუშავონ და თქვენ რომ აი ჩამოვიდა ადამიანი და გამოიწვიეს სისხლის სხვადასხვა ჯანდაბა და უბედურება რა ამათვის ერთი ადამიანის და ორი ადამიანის სიცოცხლე არაფერი არ არის ყველაფერზე წამსვლელი არის სიცოცხლის დაღვრაზე წამსვლელია არა მე რას ვამბობ ეხა მიხეილ სააკაშვილი დიახ მე მილაპარაკია მიხეილ სააკაშვილთან გვიმსჯელია სხვადასხვა დროს და ნამდვილად აი დარწმუნებული ვარ რომ ადამიანი რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ქვეყანას ხო აი რომ აიღოს ეხა ბილეთია თქვას რომ მოვდივარ ხო ჩამოდივარ ესენი მოაწყობენ პროვოკაციას აი პროვოკაციას ვიღაცა კაცი ამოიყვანა და ეტყვიან რომ აი ეს იყო მიხეილ სააკაშვილს უნდა დახვედრო და ამას აპირებდა და ვიღაცას არ ყელს გამოჭა აი ესეთი ბინძური ადამიანების ასე თქვა თავშეყრა არის ხელისუფლებაში რომელიც არაფერი მანამდე არ უნდა ველოდოთ სანამ არ შეიცვლება ქვეყანაში პროკურატურა სასამართლო და ქართული დიდი როლის თამაში შეუძლია და თამაშობს და მაქსიმალურად ეხმარება ოპოზიციას და დარწმუნებული კიდევ უფრო კარგად შეიძლება ამ ბრძოლის კოორდინირებულად დაგეგმა, მაგრამ ჩემი მოსაზრება მოგახსენეთ. ეს ხალხო, რატო ჩადიან ამ გაუგონარ აღვირახსნელობას? არ არიან პოლიტიკოსები. არ არიან პოლიტიკოსები და არც აქვთ პრეტენზია რომ იყვნენ პოლიტიკოსები, გამიგეთ? თუმცა პოლიტიკურ ფლანგზე არის გარკვეული ვინ არის პოლიტიკოსები? ვინ არის რომელი არის პოლიტიკოსი? არც ერთი მათგანი არის პოლიტიკოსი, როცა ლაშა ნაცვლიშვილი და როცა ფარცხალაძე და შოთაძე და რამდენიმე ასეთი ადამიანი შალვა რამიშვილი არის იდეოლოგი იმ ძალის რომელიც ხელისუფლება აქვს მიტაცებული და გმართავს შენ რა ნატოზე და ევროკავშირზეა ლაპარაკი ცოტა მინდა რომ დავფიქრდეთ ძვირფასო მეგობრებო რომ 10 წელიც რო გავიდეს 25 წელიწადიც რო გავიდეს ვერც ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით და ვერც ნატოს
ოჯახის წევრი გავხდებით, იმიტომ რომ მანამ სანამ ეს ამბიცია ხორჩესმული იქნება, საქართველოში უნდა გატარდეს მთელი რიგი რეფორმები. და ამ ყველაფერს აკვირდება, ხომ ესეა ბუკა? ამ ყველაფერს აკვირდება ახლა. აი ყოველ შემთხვევაში 24-ში განცხადებას განაცხადს ევროკავშირზე ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. ასე თუ გაგრძელდა ეს პოლარიზება თუ გაგრძელდა და პოლიტიკური ლიდერების დაუშვებ ეთერიდან ცვლილებები არის ასევე ევროპულ საქართველოში იცი დღეს რაც მოხდა რაც განაცხადეს გიგი უგულავამ დათო ბაქრაძემ გიგა ბოკერია რჩება ადგილზე როგორ ფიქრობ ეს შეუწყობს თუ არა ხელს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს თუ შეუშლის თუ აი რა ელოდები აქედან ისევ შერწყმას ან არის რაღაც ასეთი მოლოდინი სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია ღრმად ამაზე. ეხლა ევროპულ საქართველოში არის ბევრი ადამიანი, რომელთანაც მე მეგობრული ურთიერთობა მიუხედავად დაპირისპირებისა, მაშინაც იმ ეტაპზეც არ გამიწყვეტია. ახლა ყველასთან მაქვს ნორმალური კოლეგიალური ურთიერთობა. დიახაც, ეხლა ამ არჩევნების შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად ძალა იპოვონ საკუთარ თავში და გაიარონ ის გზა, რომელიც დაუშვათ ჩვენ გავიარეთ და ნაციონალურ მოძრაობამ უკვე გადალახა ეს პირველი ბარიერი და განახლების პროცესი უკვე ეშხში შედის. როგორ სახეს მიიღებს ახლა მათი რეფორმები ამას დავაკვირდებით, თუმცა ადამიანური ურთიერთობა ბევრ ლიდერთან ევროპული საქართველოსთან მაქვს. ახლა ნაწილი მათგანი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს მხოლოდ პოლიტიკოსების და შესაძლოა რომ ისინი ვიხილოთ ნაციონალურ მოძრაობასთან უფრო მჭიდრო კავშირში. პარტიული პოლიტიკის გასაკეთებელი საქმე არ არის რა გამოწვევის წინაშეც ვდგავართ. რა ეხლა ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპული საქართველოს მოქმედი წევრი იქნება თუ ისე იქნება როგორც პროფესიონალი ადამიანი, დაწუნებული ვარ რომ ძალისხმევა მისი რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური დადოს წარმატების თავის შვილების საკეთილდღეობით და მომავალთაობების აუცილებლად არ დაიშურებს. აი და ბევრი სხვა უბრალოდ ზურას მაგალითზე მოვყევი. განცხადება წავიღეთ რომ მოხდეს ისე რომ დაუშვათ შეიცვალონ მათ პოლიტიკური პარტია თქო არა აი ღია მათთვის კარი გიგი უგულავაზე და დათო ბაქრაძეზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. თქვენი კარი ღია ნაციონალური მოძრაობა. ჩვენი კარი ღია ყველასთვის. თქვით პლატფორმა როდესაც გამარჯვების დავაანონსეთ კარებიც არა, ფანჯარას და ყველაფერიც გავაღით. თუმცა ამაზე ხა დარწმუნებული ვარ, არც მათ არ უფიქრიათ და მე ხომ არ მიფიქრია და არ მიფიქრია, მაგრამ ბრძოლაში რო ერთად ვიქნებით, ზუსტად ვიცით. ზუსტად ვიცი, ამას ხა ვერავის ვერ შეუშლის, რომ ქვეყანაში რომელიც აცდენილია განვითარების რელსებს ყველაფერი გავაკეთოთ და განვითარების რელსებს დავუბრუნოთ, ხო? ეს თავარი ორთქლავალი სახელმწიფოსი, რომელსაც ხელისუფლებით სახით უნდა განასახიერებდეს არაერთი ადამიანი. ეხლა ვიღაც დათო ბაქრაძე შეიძლება აღარ იყოს ხელისუფლების ნაწილი, მაგრამ აქტიური მოქალაქე ხო შეიძლება იყოს, არა? მადლობა ნიკა, დიდი წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ რომ იყო თავისუფალი. იმედია იქნება, ხშირად იქნები ჩვენი. მალე იყო ჩვენს გადაცემაში იცევ სტუმარი. ყოველგვარი სამაჯურებისა და მძივების გარეშე. დიდი მადლობა. ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.